ბინათ მშენებლობებით დაუსრულებლობით დაზარალებულ 58 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დიდ დიღომში ვივა დევიდ სველში გადაეცა. აღნიშნულ მისამართზე სამშენებლო სამუშაოები საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფმა აწარმოა და პროექტი ვადაზე ადრე დაასრულა. კომპლექსის პირველი ბლოკის დაახლოებით 40% კოოპერატიული ბინათ მშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეებისთვის იყო განკუთვნილი. ეს კი კომპანიის მიერ განხორციელებული მესამე წარმატებით დასრულებული პროექტია. პროგრამის ფარგლებში უკვე დაკმაყოფილებულია 2500-ზე მეტი ოჯახი. დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილება 2017 წელს კახა კალაძის წინა საარჩევნო დაპირება იყო. დღეს ჩვენ მხოლოდ ბინებს არ გადავცემთ. დღეს ადამიანებს ვუბრუნებთ იმას, რასაც ისინი წლების განმავლობაში ელოდნენ. საკუთარი სახლის, სამართლიანობისა და მომავლის რწმენას. დღეს იამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი საარჩევნო დაპირება კონკრეტულ შედეგებს ითვლის. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3500-მდე ოჯახიდან უკვე დაკმაყოფილებულია 2500-ზე მეტი დაზარალებული. მე როგორც თბილისის მერი ბედნიერი ვარ, როდესაც თქვენი ბებია-ბაბუების მიერ ჩადებულ ინვესტიციას გადმოგცემთ. გილოცავთ, დღეს თქვენ ბინებთან ერთად დაიბრუნეთ სამართლიანობის განცდა და უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი. პროცესი ცხადია გრძელდება. დღევანდელი მდგომარეობით გამოცხადებულია 33 ინტერესთა გამოხატვის პროექტი, რომელთაგან 29 პროექტზე მიღებულია მშენებლობის ნებართვა და სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურად. წლის ბოლომდე 12 პროექტი იქნება დასრულებული, რომელთა ფარგლებში 600-მდე ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. 85 წელს შევიტანე, თანხა შევიტანეთ, მაშინ პატარები მყავდა, ორი შვილი მყავს, ორი გოგონა. ხო და ძალიან ბევრი გაჭირება გადავიტანეთ, იმიტომ რომ შევარდნაძის მთავრობიდან დაწყებული არც ერთმა მთავრობამ არ მოგხედა. მართლა დავზარალდით, აქციებზეც დავდიოდით ყველგან, მაგრამ არა, საშველი არ იყო ჩვენი. ძალიან კმაყოფილი ვარ. აი ამ პროექტისას და იგივე ფართი დაგვრჩა 85 კვადრატში შევმოდი, ვიშენებდი ექსპერიმენტულს. და ზუსტად რომ შემოვედი ნოემბერში გადმოვედი ჩემ შვილებმა ძალიან აქტიური მაგათ რემონტი რომ გავაკეთეთ და რა ვიცი გადმოვედი და ძალიან კმაყოფილი და კომფორტში ვარ. ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობდი 47 წელი კერძო ბინაში.